აუცილებლობას რომ ყოველთვის იმ გზით გვევლოს, რომელი გზაც არის შემოყვანილი სასუფეველში. იმ ცხოვრებით გვეცხოვროს, რომელიც იქნება შემდგომში ჩვენ ცხოვრებას დაეთმება გვირგვინი, თავად უფალმა კეთილი ინებოს, რომ დაგვადგას ჩვენ გვირგვინი, ანუ ჩვენ ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი ცხოვრებით შევძლოთ და დავიმკვიდროთ სასუფეველისა და დღეს ჩვენ წირეთ მიცვალებულებისთვის, მათთვის, რომლებიც მე იმედი მაქვს და წამს ამჯერა, რომ ხედავენ უფალს, პირისპირ ხედავენ უფალს და ლოცულობენ ჩვენთვის. მაგრამ სანამ ჩვენ ვართ კიდე ხორცში და სანამ ჩვენ კიდე ხორცში ვართ, ადამიანი მიდრეკილია ცოდვებისაკენ, მიდრეკილია უნებებისაკენ, მიდრეკილია აბსოლუტურად ყველაფრისაკენ, რაც კი რამ შეიძლება ღმერთის საწინააღმდეგო გზაზე რომ გვატაროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანმა გაიაზროს და იცოდეს, რომ ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ცოდვა რა ეს არის ამპარტანობა, რომელიც გადგმულია ჩვენში და გადგმულია და სუნთქავთ ამ ცოდვით და რასაც არ უნდა რა დონეზეც არ უნდა მიხვიდე, რასაც არ უნდა მიაღწია ნებისმიერ კუთხეს, ნებისმიერ ადგილას, აი განსაკუთრებულად ეთქავს ეს ამპარტანობა. ეს არის აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ცოდვის ძირი და ძირი. თუ დავიწყებთ ამპარტანობისადმი ბრძოლას, მაშინ უამრავი ცოდვა, რომელიც მაგისგან ამოიწყება. ეს არის განკითხვა, შური, გაღიზიანება, რისხანება და ასე შემდეგ, ყველაფერი. მაშინ ნელ-ნელა დავიწყებთ იმათ შემცველებასაც, რომ ის ცოდვები შევამციროთ. რაღაცას პატარას წავიწევთ, გონია რომ რაღაცას ვაჯობეთ, რაღაცა ცოტა იმას ვაკეთებთ და უცებ დავინარცხებით ხოლმე ისევ, რომ უფალი დაგვანახებს, რომ ეგეც არ შეგვიძლიათ, იმიტომ რაღაცა პატარა ცოდას მოვერვიოთ, ეგრევე ამ პარტნიორობა შემოდის, რომ აი ამ ცოდვას მოვერვიოთ. ხო, როგორ აღარ მოწყობილიყო, ხო? ვერ ამ ცოდვას და თავს ჩავქიდრავთ და ვამბობთ, რომ აი ამ ცოდვას ვერ და ეს ცოდვები მაწევს გულზე არა და მინდა მოვერვიო. დაიწყოთ რომ ცოტა მოვერვიო ამ ცოდვას და იმ სულ შეაპარტნიორობა შემოდის, აი მე რაღაც განსაკუთრებული ადამიანი ვარ, აი ამ ცოდვას მოვერვიო. და ეს არის ბრძოლა და ღვაწლი. დავეცემით, წამოდგებით, უნდა წამოდგეთ ეგრევე. ამიტომ გვეძლევა ჩვენ ცხოვრება, ამიტომ მოგვეძლია ჩვენი ცხოვრება, რომ რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ წამოდგეთ. ამიტომ არსებობს აღსარება, ამიტომ არსებობს ზიარება, როდესაც უფალი მოვა და განწმენს ჩვენს ცოდვებს და მოვა და ჩვენში დაემკვიდრება ჩვენს გულში, ჩვენს სულში და მე რო უკვე ჩვენ სხვანაირად დავიწყებთ ცხოვრებას. ცოდვილები ვართ, რა თქმა უნდა, ცოდვილები ვართ. თავარია რომ მიზანი მიმართულად არ ვცოდოთ. თავარია რომ ჩვენში რომ შემოვა ამ პარტნიორების ცოდვა, რომ შემოვა შურის ცოდვა, რომ შემოვა განკითხვის ცოდვა, ხო? ჩვენ ამის მიხედვით არ ვიცხოვრობთ. რა ხან შევშვით და ანუ ჩვენ კიდე ზიანი უნდა მივაყენოთ ადამიანს, უფრო მეტი უნდა განვიკითხოთ და ასე შემოვიდა და თავი დავხაროთ, აი ესეთი ვარ, შურიანი ვარ, წავიდეთ აღსარებაში მოვიდანეთ და უფალს ვევედრეთ რომ ნამდვილად ამ გაგვათავისუფლოს ამ ცოდვებისაგან და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სანამ ხორცში ვარ, ჩვენ ყოველთვის გვექნება ბრძოლა. ბრძოლები აღარ აქვს უკვე იმათ, ვინცაც უკვე ისთვისაც დღეს უკვე ვილოცეთ, რომლებიც სასუფეველში არის. ბრძოლები გვექნება, სანამ ჩვენ სკოლას პიცარს ბოლოს მას არ დააჭედებთ. არასოდეს არ შეიქმნათ მაგის ილუზია, რომ როდესმე გავთავისუფლდებით ჩვენ ბრძოლებისაგან და განსასწრებლებისაგან და ტექნოლოგიებისაგან და ამ ცოდვის შედეგად მოწეული ჩვენზე ამ სიმძიმისაგან. ჩვენ ამისგან ვერ გავთავისუფლდებით, ჩვენ გვაქვს ერთი, რომ ჩვენ ჩვენში ღვთისმადლმა გადაფაროს აი ჩვენი ტკივილები, გადაფაროს აი ჩვენი განსაცდელები და აი ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ეს რომ შეიძლება რომ რახან ადამიანი ცოდვილია, ცოდვაში ჩავარდება, ამით დავთავრდა. არა, ცოდვილია, წამოგდა და განაგრძო ქრისტეს კეთილმა. აი ეს არის ქრისტიანობა. რაც პეტრე მოციქულმა გააკეთა, რაც უამრავ მოციქულებმა, ხო? ყველა მოციქულმა მიატოვა აბსოლუტურად ქრისტე გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, მაგრამ რა უნდა იქნეს მიატოვეს. პეტრე მოციქულმა საერთოდ უარყო არ ვიცნო, მაგრამ წამოგდა და განაგრძო. ორი გზა იყო, ხო? ერთი გზა იყო იუდას, რომელმაც იუდას სინანული, რომელსაც ქვია, რომ ეს მე როგორ დამემართა, რომ შეინანა ეს მე არ უნდა მომსვლოდა, რომ მართალი კაცი მიეც და თავის თავს იქნო გამოუტანა სასჯელი და თავი ჩამოიხსო. ეს ერთი უკიდურესობა. შევცოდე და პეტრესო წამოვდექით და როგორ ქონდა პეტრეს ღარები ქონდა, ხო? თვალზე ცრემლებისაგან, ტირილისაგან. ყოველ დილით მამლის ხივილი როცა ესხნა სულ ეს თავის ცოდვა ახსენდებოდა და დღეს კიდე თავთავი მოციქულების და ერთმა დაველოცოთ, გავკურთხოთ, გაგახაროთ და აი ეს შევცოდავთ, მაგრამ ყოველთვის ხეთზე წამოვიდეთ. შევცოდავთ, მაგრამ ყოველთვის ხეთზე. კვლავ აღსარება, კვლავ ზიარება და
მე მედგრად ვიყოთ, რომ არაფერმა და არავინ არ შესწროს ჩვენი განშტოება წმინდა ეკლესიიდან, წმინდა საიდუმლოებებისაგან, ზიარებისაგან და აღსარებისაგან